მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ იაჯვრიდი და ენერგოპრაქტიკოსი და დღეს გვაქვს ჩვენი 7-დღიანი მარათონის მეხუთე შეხვედრა. მარათონის სახელწოდება შეგახსენებთ, რომ არის ენერგეტიკული ჯანმრთელობა და დღევანდელი დღის სახელწოდება გვაქვს სიყვარულის ენერგია. სიყვარულის ენერგია და დღეს ვიმუშავებთ ჩვენს მეოთხე ჩაკრაზე, ანაჰატა ჩაკრაზე, რომელსაც ასევე ვიცნობთ როგორც გულის ჩაკრა. და ანუ რა თქმა უნდა გულის ჩაკრა დაკავშირებულია სიყვარულთან, მიმღებლობასთან და თემაც ასეთივე იქნება, ხო? გულის გახსნა, სიყვარული, მიმღებლობა, კავშირი, ემპათია და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა ის აქტივობა, რომელსაც დღეს გავაკეთებთ, მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული აი ამ ადგილას და ასევე ჩვენ ცხოვრებაში სიყვარულის მიღებაზე, ტკივილის გაშვებაზე, რაც სიყვარულთან გვაკავშირებს და ურთიერთობებთან და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ძალიან მარტივი მოძრაობით. მარილის წმენდის გაკეთება. ავიღოთ მარილი მუჭაში, მარცხენა მუჭაში, მარცხენა არის გულის მხარე, ჩავყაროთ ასე ხელის გულში და გულის ჩაკრასთან ცოტა უფრო მეტად გულის მხარეს მიიდეთ, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ იმაზე, რა გინდათ გადაიტანოთ ამ მარილში, რისგან გათავისუფლდეთ. იფიქრეთ, 1-2 წუთი საკმარისია. ღრმად ჩაისუნთქეთ. და ამოსუნთქვისას იგრძნით, რომ გადააწოდეთ მარილს, მიაბარეთ მარილს. გაიხსენეთ ყველა ის ადგილი, სადაც იმედი გაგიცრუვდათ, სადაც გული გადგინეს და ეს არ არის აუცილებელი, რომ საპირისპირო სქესთან იყოს კონტაქტი, ურთიერთობა, სიყვარული. ყველა ადამიანთან, სადაც კი იყო ურთიერთობა, სადაც კი იყო კავშირი, სადაც ქონდათ რაღაც მოლოდინი და არ გაამართლეს, სადაც გული გედგინათ უბრალოდ ნათქვამი სიტყვით, ფრაზით, ემოციით, შემოხედვით, ყველა ეს მომენტი, ყველაფერი, სადაც გულისკენას ქონდა ადგილი, ის ადგილები გადავიტანოთ მარილში. გაათავისუფლეთ გული, გაათავისუფლეთ გულის ჩაკრა ჩაკეტილობისგან, გაათავისუფლეთ გულმკერდი, შეგიძლიათ ცოტა უფრო შორად დაიჭიროთ. სუნთქვის დროსაც ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და გადაიტანეთ, თითქოს და მარილში ჩასუნთქეთ. ყველა დაძაბულობა, ყველა შებოჭილობა, ყველა კომპლექსი, ყველა ის მომენტი, სადაც თქვენი თავის არ გჯერათ, სადაც გჯერათ, რომ თქვენ არ იმსახურებთ სიყვარულს. ეს ყველაფერი ამოვიტანოთ და გადავიტანოთ მარილში. ცოტა ხანი გაჩერდით ასე, კონტაქტი დამყარებულია, მიეცით სხეულს, ენერგეტიკულ სხეულს უფლება, რომ თვითონ იდინოს ამ ნეგატიური ნაკადის გამოტანის პროცესმა. გაჩერდით ამაში. კი რამე ბორკილები გაქვთ, თუ გული იმაში ყავთ ჩასმული, გისოსებიან ყუთში, რომ არავინ გაეკაროს, ესეც მოხსენით, გადაიტანეთ მარილში, გადააბარეთ მარილის ენერგიას, ის გაწმენს, გაასუფთავებს, გაანულებს. ათავისუფლებთ გულის არეს, იქ იმისათვის, რომ შევიტანოთ იქ სიყვარული, სითბო, მიმღებლობა, შეგრძნებები. ცოტა ხანი დავაპაუზოთ, იმისათვის, რომ ეს მარილი გავატანოთ წყლის ენერგიას. წყალმა გაიტანოს, გაწმინდოს, როგორც ყოველთვის მივდაგებით ახლა წყალთან, შევუშვერთ და იტყვით, როგორც ეს მარილი დნება და ქრება, ნულდება, ასევე ნულდება ყველანაირი ნეგატიური, რაც კი ამ მარილში გადავიტანე. დამებრუნდით, გადავდივართ სუნთქვაზე. დღეს ვისუნთქებთ თავისუფლად, ოღონდ გულმკერდის არეში, აი აქ გავაკეთებ ლოტუსის ყვავილის გაშლას. ჩაისუნთქეთ ღრმად.
კონცენტრაცია გააკეთეთ აი ამ არეზე, მეოთხე ჩაკრაზე, ანაჰატა ჩაკრაზე, გულის ჩაკრაზე, იქ საიდანაც ნელ-ნელა იშლება ლოტოსის ყვავილი. ჩაისუნთქეთ და ყოველ ამ სუნთქვაზე ეს ყვავილი დიდდება და იშლება. ძალიან დიდი უნდა გახდეს, უნდა მოიცვას მთელი გულმკერდის არე და ბოლოს მთლიანად ლოტოსის ყვავილი უნდა გახდეთ. დამიბრუნდით. მოკლედ, შემდეგი აქტივობა გვექნება ინტუიციური ცეკვა მოძრაობა, რომელსაც დღეს შევასრულებთ მცირე მედიტაციის სახით. მოძრაობები, ოღონდ უფრო მედიტაციაში შესვლით, ვიდრე აქტიური მოძრაობებით. ეს მოძრაობები იქნება მიზანმიმართული იმაზე, რომ ჩვენში გავააქტიუროთ მიღება-გაცემის ენერგია. იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანს უნდა სიყვარული, მაგრამ გარკვეული ტიპის პროგრამები ან რაღაცა ისეთი ნეგატიური რაც ახსოვს, ამისგან კეტავს, და პლუს ასევე არ აქვს გაცემის უნარი. იმიტომ რომ ადამიანს თუ მიღების უნარი არ აქვს, გაცემის შესაბამისად გაცემის უნარიც არ აქვს. უბრალოდ ხანდახან ჩვენ გგონია რომ როგორი ის ვარ მე გულკეთილი რამდენს გავცემ, მაგრამ რეალურად ჩავფიქრდეთ გავცემთ, იმიტომ რომ ჩვენ მეორე მხარეს გვინდა ვაჩვენოთ, როგორ მომექცეს მე, ხო, როგორ გასცეს ჩემს მიმართაც, როგორი იყოს გამცემი ჩემს მიმართაც. მოკლედ, ეს ყველაფერი სარკისებრია, ვირეკლოთ. ამაზე შემდეგ. მოკლედ, როგორ ვაკეთებთ ამ აქტივობას? ნახეთ, დაჯექით მოხერხებულად. ცოტა ისე ფორმაში, ხო? და იწყებთ მოძრაობას. ჩემთვის მოხერხებული იქნება ვიდეთ თქვენ ჯობია რომ საწოლზე ან უფრო კომფორტულ ადგილას დაჯდეთ, ან იატაკზე დაჯდეთ და ისე გააკეთოთ. მოხერხებული ჩასაცმელი გეცვათ და იწყებთ შემდეგ მოძრაობებს. დაჯექით ასე და ხელები ასე. ჯერ ვიწყებთ გაცემას. ჩაისუნთქეთ და ამ სუნთქვაზე შემოატარეთ ასე ხელები და მოიტანეთ შიგნით ისე. ჩასუნთქვა, ამ სუნთქვაზე გაგვაქვს. კონცენტრირდით გულის ჩაკრაზე და კონცენტრირდით იმაზე, თუ როგორი სიამოვნებით გასცემთ სიყვარულს, სითბოს, ყურადღებას, მზრუნველობას, დადებით ენერგიას. ნელა, შეიძლება ემოციები წამოიღოს. ძალიან ნელა გააკეთეთ. ასე ვაკეთებთ სადღაც 1 წუთი. უბრალოდ მიყევით პროცესს, თუ კი რამე სურათები შემოვა, სლაიდივით გადავფურცლეთ, არ ჩაეჯიდოთ არც სურათებს, არც შეგრძნებებს, უბრალოდ მიეცით უფლება, რომ ისინი იყვნენ. მოვიდეს, წავიდეს, მოვიდეს, წავიდეს. კიდევ ერთხელ შეიგრძნით სხეული. ხშირად ჩაისუნთქეთ. შეიძლება თქნარი გააგიტყდეთ შემსავით, იმიტომ რომ თავისუფლდება ენერგიები. ჩაკეტები იხსნება. კიდევ ერთხელ კონცენტრირდით ხელის გულებზე, გულის ჩაკრაზე და ვიწყებთ მიღების ენერგიის გააქტიურებას. აქ
საპირისპიროდ ვიქცევით. ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ და ჩასუნთქვისას გვაქვს. დაგეხوات არ გაჩვენდეთ, ნელა გააკეთეთ ეს პროცესი, ნელა ჩაისუნთქეთ. ანუ ხელების გატანის ეს გარეთ ჩასუნთქვას ვაკეთებთ. შემოგვაქვს ამოსუნთქვას. ანუ გაცემისას პირიქით ვაკეთებდით, ხო? გაცემისას ჩასუნთქვა გავაკეთეთ და ამოსუნთქვისას გაგვაქვს. ანუ ხსნით და მიღებისას ჩასუნთქვას ვაკეთებთ, ჩასუნთქვაზე შემოგვაქვს. ვერებთ. თავისთავად შეგიძლიათ მიეხმაროთ, რომ მიიღეთ. პროცესისთვის დამახასიათებელია მტკნარება, ოდნავ თაურის დახვევა, სიცივის შეგრძნება. შეიძლება პირიქით წამოგახუროთ, რომ ენერგიები აქტიურდება, გაცემა მიღების ენერგიები, მიღება გაცემის ენერგიები. თითო წუთი ვაკეთებთ დღეს, შემდეგ შეგიძლიათ უფრო გაზარდოთ კიდეც 2-3 წუთი გავაკეთოთ. გეცრავთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში, ცოტა უფრო მუცლისკენ გადმოატყიალეთ ხელები, ჩართეთ. განცდა რომ ამ ენერგიას იღებთ, მუცლით შეიწოვთ. შემოდის თქვენს ხელში იღვრება ეს მიმღებლობა. აძლევთ ცხოვრებას, უფლებას, რომ მეტი მოგცეთ და მეტი მიიღოთ, რაც მეტი მიმღებლობას ჩართავთ, მეც მიიღებთ. ვიყავით ცოტა ხანი ამ ენერგიებში. სწრაფად არ გამოდიხართ, ნელა. ისუნთქეთ თავისუფლად, შეგიძლიათ ღრმად ჩაისუნთქოთ. ამოისუნთქოთ, კიდევ ერთხელ. ხელები თავისუფლად დაილაგეთ და როდესაც უკვე იგრძნობთ, რომ გინდათ, გაახილეთ თვალები. გადავდივართ ბგერით თერაპიაზე, sound healing-ზე და დღეს გამოვიყენებთ მეოთხე ჩაკრის მანტრას YAM. ეს მანტრა დაკავშირებულია გულმკერდის არესთან, ფილტვებთან, გვეხმარება გულმკერდის გახსნაში, გულის გახსნაში, ფილტვების გახსნაში, რომ თავისუფლად ვისუნთქოთ. ამ ბგერის ვიბრაცია წმენს დაგროვილ სევდას, მწუხარებას, უარყოფილ სიყვარულს და მისგან მიღებულ ნეგატიურ განცდებს.
ასევე ემოციურ ტკივილებს, ათავისუფლებს ჩვენს სხეულს შებოჭილობისგან, დანაშაულის შეგრძნებისგან, განცდისგან რო არ ვარ საკმარისი, რომ გარკვეულ ადამიანს მოვწონებოდე, თქვათ რაღაცაში დამაფასეს, აი ამ ყველაფრისგან ეს ბგერად აგვეხმარება გავთავისუფლდეთ, ამის ვიბრაციები გაიღრება ჩვენს სხეულში, გახსნის გულის ჩაკრას, გახსნის ფილტვებს იმისათვის, რომ თავისუფლად და თამამად ვისუნთქოთ, აღადგენს გულის ენერგიას, მისი აი ამ ენერგიის თავისუფალ დინებას და აძლიერებს სიყვარულის გაცემის და მიღების უნარს. მოკლედ, კონცენტრაცია გულის ჩაკრაზე და ვიწყებთ ამ მანტრის მღერას. დააკვირდით ვიბრაციას, ტალღებად როგორ გადის თქვენ სხეულში. ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვას ამოაყოლეთ. ვაკეთებთ რამდენიმე წუთი და მაქსიმალურად გქონდეთ კონცენტრაცია გულის არეზე, გააგრძელეთ მღერა, გააგრძელეთ. შეიძლება ოდნავ თავბრუს ხვევა იგრძნოთ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია ეს ვიბრაციების შეგრძნება სხეულში. აი როგორც რომ კენჭი ჩააგდოთ წყალში, ისე გადის ტალღები თქვენ სხეულში. გადავდივართ access clearing-ზე, ანუ წმენდაზე access-იდან და ძალიან ისეთი ღრმად რომ ამუშავებს ისეთ ფრაზებს გავიმეორებთ, სულ ამოიტანს ამოყრის გაასუფთავებს, დახუჭეთ თვალები, სულ უკ მედიტაციურ მდგომარეობაში გადავდივართ, იმიტომ რომ მედიტაციური მდგომარეობა გვეხმარება მოდუნებაში და მოდუნებული სხეულიდან უფრო მარტივად გამოდის უარყოფითი ენერგია, რომელსაც მარტივად ვწმენთ და ვუშვებთ და ვწმენთ. ჩაისუნთქეთ. თავისუფლად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. ჩაისეირნეთ თქვენ სხეულში მთელი სიყვარულით, მთელი მზრუნველობით. ჩაყევით ცხვირიდან ყველა ჩაკრის გავლით, ჩადით პირველ ჩაკრამდე, აი კუდუსუნის ძირამდე და იქედან ამოისუნთქეთ. თითქოს ეს თქვენი ჩასუნთქული ჰაერი ხერხემლის პირისპირ მიმდინარეობს, ესე ჩადის ხერხემალს ჩაუვლის თითქოს და ასევე ამოდის, ამოუვლის. ჩემს შემდეგ გაიმეორეთ. ვუშვებ ტკივილს და ვირჩევ სიყვარულს საკუთარი
თავისა და სამყაროს მიმართ. ვუშვებ ტკივილს და ვირჩევ სიყვარულს საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ. ყველა ადგილი, სადაც მე დავხურე ჩემი გული ტკივილის, იმედგაცრუების ან ღალატის შემდეგ. ვუშვებ ახლა და ვანულებ. Right, wrong, good and bad, but then poco 100 shorts, boys, poets, space, creations and beyond. ყველაფერი, რაც ხელს მიშლის, სიყვარულის მიღებაში და გაცემაში. ვანულებ და ნებას ვრთავ ჩემს თავს, მივიღო და გავცე და მივიღო სიყვარული თავისუფლად. Right, wrong, good and bad, but then poco 100 shorts, boys, poets, space, creations and beyond. ყველა კონტრაქტი, ფიცი და გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია დამწარებულ გულზე, ვაუქმებ, ვანულებ, ვთავისუფლდები. ყველა სხეულის მეხსიერება, სადაც ჩარჩენილია უნდობლობა, ვანულებ და ხსნი დაძაბულობას იმ ადგილიდან. ყველა სიმძიმე, დანაშაულის შეგრძნება, სირცხვილი ან სინანული, რაც გულში მაქვს შენახული, დნება და ქრება. ყველა გზა, ყველა მიმართულება, სადაც სიყვარულის ენერგია შევცვალე მსხვერპლით ან ტანჯვით, დნება და ქრება. ხსნი ბარიერს, რომელიც გზას უკეტავს სიყვარულს ჩემსკენ მომავალს გზაზე. ვიბრუნებ სიხარულს, სიმსუბუქეს და სინათლის ენერგიას ჩემს გულში. მე ვირჩევ ვიყო სიყვარული, უარს ვამბობ ტკივილზე, კონტროლზე და ვიღებ სუფთა ენერგიას. ვრთავ ნებას ჩემს გულს სიყვარულის მიღების და ხსნი მას ახალი შესაძლებლობებისათვის. ეს ასეა და ასე იქნება. ღრმად ჩაისუნთქეთ. ამაისუნთქეთ. და ხანი გაჩერდით ამ ენერგიებში და გაახილეთ თვალი. და ხანი ესე და დღეს მინდა გავააქტივრო კიდევ ერთი ძლიერი სხეულის პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც ხსნის გულს და აღადგენს ჩვენში სიამოვნების მიღების უნარს. ხელები ინტუიციურად განათავსეთ სხეულზე, დახურეთ თვალები და შეეკითხეთ სხეულს, სად ჭირდება ენერგია და სად ჭირდება გათავისუფლება იმისათვის, რომ გავხსნათ გული და აღვადგინოთ სიამოვნების მიღების უნარი. სიამოვნება ცხოვრებისგან, სიამოვნება ურთიერთობებისგან, სიამოვნება იმ საქმისგან, რასაც ვაკეთებთ, სიამოვნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გვახარებს, გვაბედნიერებს, ან უნდა გაგვაბედნიერებს, მაგრამ რეალურად ვერ აკეთებს ამას, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ამის უნარი. აი ამას გავააქტიურებთ დღეს. ხელები განათავსეთ.
შეგიძლიათ ოდნავ დააშოროთ სხეულს, როგორც ყოველთვის შეიგრძნოთ ხელის გულები, შეიგრძნოთ ადგილი, სადაც ეს ხელის გულები გაქვთ განთავსებული ან მიმართული, შეიგრძნოთ სითბო. ეს პროცესი ცოტათი ხისტია, ცოტათი როგორია, იცით, კაცრი ენერგია. მას აგისრია აღმდგენი როლი, გადაწყობას აკეთებს, სახელწოდებაც ასეთი აქვს, restoration of the intensity of space, communion and joy. Restoration of the intensity of space, communion and joy. ეს პროცესი გვეხმარება, თქვენ ყურადღება გქონდეთ გაეტანილი ხელის გულებზე, სითბოზე, როგორ შედის თქვენ სხეულში, როგორ ეხმარება იქ დადუმებულ ენერგიებს გააქტიურებაში. მოკლედ ეს პროცესი გვეხმარება დავიბრუნოთ ბუნებრივი გახსნილობა, ერთიანობის შეგრძნება და სიხარულის ენერგია. Restoration of the intensity of space, communion and joy. Right around good and bad for them focal 100 shorts, boys, poets, space, creations and beyond. Right around good and bad for them focal 100 shorts, boys, poets, space, creations and beyond. ხელები გაქვთ განთავსებული ინტუიციურად, სადაც გრძნობთ, რომ გჭირდებათ ეს ენერგია, გჭირდებათ იმ ადგილას შეხსენება, რომ აღდგეს ერთიანობა, სიხარულის შეგრძნება, სიამოვნების მიღების უნარი. ასევე გახსნათ გული, გაეხსნათ სამყაროს. Restoration of the intensity of space, communion and joy. Right around good and bad for them focal 100 shorts, boys, poets, space, creations and beyond. თავისუფლად სუნთქავთ, ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს, ყური მიუგდეთ თქვენს სხეულში მიმდინარე პროცესებს. ყოველთვის სუნთქვაზე იგრძენით, როგორ ფართოვდება თქვენი სხეული, როგორ თავისუფლდება დაძაბულობისგან. სიამოვნებით მიიღეთ ეს პროცესი, ამ ენერგიის გააქტიურება. ეს ენერგია, ეს სხეულის პროცესი ასევე აღადგენს სხეულის ენერგეტიკულ სივრცეს. ამიტომ არის აქ ფრაზა გააქტიურებული intensity of space. იმისაც რომ ჩვენ გარკვეული ტიპის ენერგიები გავატაროთ, ჩვენ გჭირდება შიგნით სივრცე. ანუ შეკუმშულობას ხსნის და გვაფართოვებს. აღადგენს ასევე კავშირს სამყაროსთან, ადამიანებთან და ბუნებასთან. ანუ ხსნის ჩვენში ნდობას, ხსნის და გვათავისუფლებს დეპრესიული ენერგიებისგან, უძრაობისგან, უმოქმედობისგან. ასევე გულიდან გამოაქვს სიცარიელის ან სიცივის შეგრძნება. Restoration of the intensity of space, communion and joy. შეგიძლიათ ხელები შეცვალოთ იმის დამეხებით, თუ სად გინდათ გადაიტანოთ. ეს შეიძლება იყოს გულის არე, ეს შეიძლება იყოს მხრების არე, ეს შეიძლება იყოს თირკმელები, თვითონ დააკვირდით. Restoration of the intensity of space, communion and joy. ხელები გადავა იქ, სადაც გინდათ სივრცე, სადაც გჭირდებათ კავშირის აღდგენა, სადაც გჭირდებათ სიხარულის შეტანა. ამ პროცესს ვააქტიურებთ მაშინ და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს. ანუ გვეხმარება ძალიან კარგად, როდესაც სხეული, ან ადამიანი გრძნობს შიგნით სიცარიელეს, ტკივილს, გამოფიტულობას, როდესაც ადამიანს აკლია ან სრულად ვერ გრძნობს სიხარულის შეგრძნებას, აღარ აქვს შთაგონება, მოტივაცია, კარგავს მიზნის განცდას, გადატანილი აქვს რამე დაკარგვასთან დაკავშირებული ტრავმა, ასევე როდესაც ადამიანი არის ხანგრძლივი სტრესის შემდეგ და სხეულთან აქვს კონტაქტი დაკარგული არა მარტო გარემოსთან, არამედ თავის საკუთარ სხეულთან, თავის საკუთარ შეგრძნებებთან. Restoration of the intensity of space, communion and joy. Restoration of the intensity of space, communion and joy. Right around good and bad for them focal 100 shorts, boys, poets, space, creations and beyond. საოცარი ენერგია აქვს ამ სხეულის პროცესს, საოცარ ენერგიებს ააქტიურებს ჩვენ სხეულში.
იგი აღადგენს კავშირს საკუთარ სხეულთან, ბუნებასთან, სამყაროსთან. საოცრად მუშაობს გულის ჩაკრაზე. იგი აჩენს შინაგან სიმშვიდეს და სიყვარულის შეგრძნებას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ანუ ჩვენ არ გვჭირდება საათები ვიჯდეთ და აქტიუროთ, ან თქვათ ლოგიკურად გავიაზროთ, რომ სიყვარული გვჭირდება, რომ გაგება გვჭირდება, რომ მიღება გვჭირდება, არამედ ბუნებრივად აღადგენს აი ამ ძალდატანების გარეშე აღადგენს აი ამ პროცესს, აქტიურებს თქვენ სხეულში ამ ენერგიების შეგრძნების უნარს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ სხეული გრძნობს მეც სიმსუბუქეს, გახსნილობას, გონება მშვიდდება, სხეული მშვიდდება, ადამიანს უჩნდება შინაგანი სიცხადე. ასევე კონტაქტი საკუთარ შინაგან ენერგიასთან ძალიან კარგად იწყებს სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებას და რა თქმა უნდა სიხარულის განცდა იმ ყოველდღიურობისგან, რომელიც ადამიანს აქვს ცხოვრებაში. Restoration of the intensity of space, communion and joy run. Restoration of the intensity of space, communion and joy run. Right around good and bad, put in focal 100 chords, boys, poets, space, creations and beyond. Right around good and bad, put in focal 100 chords, boys, poets, space, creations and beyond. ხელები შეიცვალეთ, ცოტა მეტ დროს დავუწყო ამ პროცესის გააქტიურებას, ცოტა მეტად გავააქტიუროთ. უკვე მეხუთე შეხვედრა და ჩვენი თქვენი სხეული მანზად არის მიიღოს უფრო მეტი ენერგიები, უფრო მეტი ინტენსიურობით. Restoration of the intensity of space, communion and joy run. Right around with the bed, put in purple 100 chords, boys, poets, space, creations and beyond. Around with the bed, put in purple 100 chords, boys, poets, space, creations and beyond. ხელის გულები შეიგრძენით, სითბო შეიგრძენით, ენერგიის ნაკადის ინტენსიურობა შეიგრძენით, შეიგრძენით რამდენად კარგად გრძნობთ თავს ამ ენერგიების გააქტიურების შემდეგ. ხელები შეგიძლიათ თავისუფლად ჩამოუშვათ, ამ ფეხებზე დაილაგოთ. და ცოტა ხანი გაჩერდეთ ამ შეგრძნებებში. ისუნთქეთ, შეგიძლიათ ღრმად ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ, შეგიძლიათ თავისუფლად ისუნთქოთ. დამებრუნდით. და ოდნავ კიდევ გამიხუჭეთ თვალები, სულუկ მედიტაციულ მდგომარეობაში გადავდივართ და ვაკეთებთ გულის ჩაკრის ენერგიის გააქტიურებას, მისი ფერის ენერგიის გააქტიურებას, ეს არის მწვანე, ლამაზი მწვანე. წარმოიდგინეთ, როგორ ჩდება მწვანე წერტილი ამ ადგილას. და ყოველ ამ სუნთქვაზე როგორ დიდდება. წარმოიდგინეთ ეს წერტილი როგორ დიდდება და ტრიალებს. იგრძენით მისი გააქტიურება, მოძრაობს საათის ისის მიმართულებით. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და გაადიდეთ, თქვენს გაფართოვდით. იგრძენით ეს მწვანე შუქი, მწვანე სინათლე როგორ დიდდება, აი უკვე მოიცავს თქვენი გულმკერდის არეს, მუცელშიც ჩავიდა, მხრებშიც გადავიდა, ხელებში ჩაყვა ეს მწვანე სინათლე, მუცელში ჩავიდა, ფეხებში ჩაიღვარა, მთლიანად მწვანე სინათლით ხართ მოცული, თავში ავიდა და თქვენი სხეული გამოსცემს მწვანე ფერის ნათებას, სუფთას, კამკამას. მწვანე ფერი არის სიცოცხლის ენერგია, მწვანე ბალახი გაიხსენეთ, მწვანე ფოთლები, მწვანე მდელო. სიმდიდრის ენერგია ეს, ფინანსების ენერგია. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ამ სინათლეში, ამ ენერგიაში გაფართოვდით.
გაფართოება გვაძლევს სიმსუბუქეს და გვაძლევს სივრცეს იმისათვის, რომ ახალი ენერგიები გავატაროთ. გაფართოვდით. გასცდით თქვენი სახლის კედლებს, გასცდით დასახლებას, გასცდით ქვეყნის ან სოფლის სადაც იმყოფებით იმ ტერიტორიას, გასცდით ქვეყნის საზღვრებს, გასცდით დედამიწას და გახდით სამყაროს ხელა. უზარმაზარი მწვანე ნათება ხართ თქვენ. თქვენ ხართ სამყაროს ნაწილი, თავისუფლება შეიგრძენით, სიმსუბუქე, ფაქტიურად ვეღარ გქნოთ ფიზიკურ სხეულს, ხართ სრულიად ენერგია, სიცოცხლის ენერგია, რომელიც ვადებს კიდევ ახალ სიცოცხლეს, ახალ შესაძლებლობებს, აქტივებს ფინანსების ენერგიას, სიყვარულის ენერგიას, მიმღებლობას, გაცემის ენერგიას, ყველაფერს კარგს, რაც შეიძლება რომ იყოს ჩვენს ცხოვრებაში და მოგვანიჭოს სიხარული, ანუ სიხარულის ენერგიასაც ვაქტიურებთ. კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით. ჩაისუნთქეთ ღრმად. მოისუნთქეთ. გაფართოვდით. დარჩით აი ასე გაფართოებულ მდგომარეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტად, უფრო თავისუფლად გაატაროთ ახალი ენერგიები, მე კი დაგემშვიდობებით. აქ იქნება მედიტაციური მუსიკა დამატებული, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ 7 წელი მედიტაციური მუსიკის თანხლებით. მადლობა რომ იყავით ჩემთან. დავასრულეთ ჩვენი მეხუთე შეხვედრა, გულის ჩაკრის გააქტიურების პროცესები, სიყვარულის მიმღებლობა, გაცემა. მადლობა, მადლიერი ვარ რომ ხართ ჩემთან, მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად მიცხადებთ. მადლიერი ვარ და გიგზავნით სიყვარულის ენერგიას. მადლიერებას. 7 წელი, კბილი სიზმრები და ბედნიერი ხვალინდელი დღე თქვენ. და ეს მომდა მეც. დროებით.